3,000 მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შენს თბილმრავალ ჟამი ერსა გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? თუ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენლებს აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ დღეს მცხეთაში ვიმყოფებით, სვეტიცხოვლის დიდ ტაძართან ვართ და მინდა რომ აქედან მცხეთიდან ამ სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოდან წავიყვანოთ დღევანდელი გადაცემა, ვინაიდან დღევანდელი გადაცემა ეხება გვარს, რომელიც არის მცხეთური გვარი, აბსოლუტურად მცხეთური გვარია, რომელიც მცხეთაში დაახლოებით 650 წლის ისტორიას ითვლის. ეს არის თათარაშვილების გვარი, რომელიც პირველად მოხსენებული 1453 წელს მცხეთაში და იქიდან მოყოლებული ეს გვარი მყიდროს მცხეთაში და არა მარტო მცხეთაში, მაგრამ ძირითადად ეს მცხეთისა და მცხეთური გვარია. აი ამ გვარის მე მინდა ძალიან ბევრ ადამიანს ეშლებათ ის ამბავი, რომ ესე იგი გონიათ, რომ თათარა, ესე იგი გადმოცემის თანახმად თათარაშვილების გვარშიცა ეს გადმოცემა, რომ ეს ამათი წინა გვარი არის, რომ ქავთარაძეების გვარი, მაგრამ ეს არ მგონია სწორი იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეშლება ეს ყველაფერი და გონია, რომ თათარა, იმიტომ ჩვენ აი ეს რაც შევამოწმედა, რაც ესე იგი დოკუმენტურად რაც ჩანს, ეს არის ეპონიმური გვარია, რომელიც სახელ თათარას უკავშირდება. თათარა იყო სახელი, რომელიც ძალიან გავრცელებული იყო დავუშვათ მე-14-მე-16 საუკუნეებში. აი ამ გვარს ძალიან ბევრი ამ სახელის მატარებელი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ჩვენ ისტორიაში, რომელიც ესე იგი აგერ მინდა გაგაცნოთ რამოდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. აი ჩვენ 1774-1721 წლის აღწერები გვაქვს, ესე იგი აღწერებში გვაქვს ასეთი ვითარება, ესე იგი ეხლა გაგაცნობთ ამ ყველაფერს. აი 1774 წლის აღწერის მიხედვით, ესე იგი აღწერეს, ესე იგი არაგვის ხეობა და სამილახოს დავთარში და არაგვის ხეობის აღწერაში არის ასეთი მაგალითი, რამოდენიმე მაგალითი და მოგიყვანთ რა, დავუშვათ თათარა ოგბაიძე. ახლა როგორც სამუთში როგორ წერია ოგბაიძე თათარაშვილი ზაზა და ძალიან ბევრს ეშლება თათარაშვილი რო წერია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თათარაშვილია გვარად, არამედ არის თათარას შვილი, თათარას ძე. ანუ ოგბაიძე თათარას ძე ზაზა ოგბაიძე არის, რომელიც მამა იყო თათარა. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრს ეშლება და გონია თათარაშვილი რახან წერია, თათარაშვილი გვარი გონია, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ეს ცოტა სხვანაირად იყო ჩვენი ისტორიოგრაფია, როგორც ჩვენ ვიცით და ისა რაც შევისწავლეთ, ესეთი მიმდინარეობა იყო, საერთოდ ასეთი მიმართულება იყო, ძე უფრო გვიან იმაში შემოვიდა მამის სახელის მიმართვით, ძე შემოვიდა უფრო გვიან საუკუნეებში და უფრო ადრეულ საუკუნეებში შვილის ფორმით იყო ეს ყველაფერი. აგერ არის კიდე მაგალითები მინდა ქარჩაიძე ადია თათარას შვილი. ეს ქარჩაიძე ადია თათარას შვილია, როგორც თათარას ძე არის. აი ჩოხელი თათარას შვილი ხახა და თათარი. აი თათარი თვითონ სახელის თათარიც არის, ესე იგი თათარაშვილი თათარე იყო ვიღაცა და იყო ჩოხელი იყო უარად. აქედან გამომდინარე ეს გვარი უფრო ეპონიმური გვარი მგონია, რომლის წინა პარი იყო ვინმე თათარა იყო ეს სახელია და არ შეგეშალოთ ან ეროვნებაში ან ამ სხვა იმაში. ეს გვარი თვითონ გასახლების მიხედვით ძალიან ბევრ ადგილზეა გასახლებული, თითქმის მთელი ქართლი აქვს მოცული და მოცემული. გასახლების არეალი ახალგორი, გორი, გუდაწვერი, წვერი, დუშეთი, ებნისი,
ვარდისუბანი, გოეთი, კასპი, კუმისი, მისაქციელი, მოსაბრუნი, მუხრანი, მცხეთა, ნატახტარი, ოკამი და ასე შემდეგ რა ძალიან ჟინვალი და სურამი და ძალიან ბევრ ადგილზე არიან ესე იგი გასახლებულები საქართველოში 1535 თათარაშვილი ცხოვრობს აქედან ძალიან ბევრი ცხოვრობს თვითონ მცხეთაში თვითონ მცხეთური გვარია მაინც ასე თუ ისე და მცხეთაში საკმაოდ გავრცელებული გვარია აგერ მე მინდა გაგაცნოთ პირველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ მე წაგანგითხარით 1453 წელს განეკუთვნება და ეს არის ესე იგი როგორც წერია მცხეთის სიაში გადამხდებთა სიაში თათარაშვილია მოხსენებულია როგორც იხდიდა ესე იგი გადასახადი ქონდა 20 კოკა ტკბილი 20 კოკა ტკბილი ესე იგი იხდიდა გადასახადს ესე ტკბილის ჩემი აზრით ეს საქმე გვაქვს ზედაშეზე ანუ 20 კოკა ღვინო უნდა გადაეხადა ტკბილი ღვინო რომელიც ზედაში არის ეს არის ყველაზე ძველი საბუთი რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ისტორიოგრაფიაში 1453 წლით არის ეს საბუთი ესე იგი დასახელებული მას შემდეგ ესე იგი ეს გვარი რამოდენიმეჯერ ისტორიოგრაფიაში გვაქვს ჩვენ საბუთი რამოდენიმე საბუთი სადაც მოხსენებული ეს გვარი აი მეორე საბუთი დავუშვათ რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ეს არის თათარაშვილის სვიმონა მოწმე პაპანა წივწივაშვილის მიერ იოანე სუმბულიძესთან მიცემული საფიჩხულისა და მიწის ნასყიდობის წიგნისა 1613 წლით თარიღდება ესა იოანე სუმბულიძის მიერ შერმაზან მზევაძესათვის მიცემული წიგნისა მიწის ესე ბოძების თაობაზე ესე იგი მე მინდა გითხრათ რომ სუმბულიძე ამის მცხეთელობას კიდე ესეც ამტკიცებს რომ სუმბულიძეები იყვნენ ესე იგი საეკლესიო აზნაურები იყვნენ და იყვნენ მათი მამული იყო მცხეთაში და მცხეთის გვარი იყო და აქედან გამომდინარე კიდე ამტკიცებს იმას რომ ეს გვარი არის მცხეთური გვარია და მცხეთელებში აქ ჩვენ აქეთ არის ადგილები არის სადაც აი სვეცხოველს თავმჯდევართ ახლა მაგრამ სვეცხოვლის ცოტა იქით ცოტა ალბათ აღმოსავლეთის მხარეს არის ადგილი სადაც თათარაშვილების უბანი იყო ასე თქვა და გასახლება იყო თათარაშვილები სადაც თათარაშვილები არიან კომპაქტურად იყვნენ დასახლებულნი ასე თქვა ეს იმიტომ ვიცი რომ მე თვითონ მცხეთის ასე თქვა მცხეთელი ვარ ასე თქვა თვითონ მცხეთაში გავიზარდე მცხეთაში დავამთავრე სკოლა და მთელი ჩემი ბავშვობა მცხეთაში გატარებული და ძალიან კარგად ვიცნობ მცხეთელებს და მცხეთურ გვარებს მცხეთაში დასახლებულ გვარებს და ხო და აი ამ გვარის შესახებ რასაც წეგან სვეცხოვლის ეზოში მოგახსენებდით მინდა გავაგზავნო ესე იგი განხილვა ამ გვარის თათარაშვილების გვარის შესახებ აგერ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე საბუთი რომელიც ამ გვარის ისტორიას წარმოგვიჩენს ასე თუ ისე და მინდა გაგაცნოთ ამ რამოდენიმე მათგანი დაუშვათ აგერ ერთი არის ასეთი 1658 წლის საბუთში კომისიის ცხოვრები ყავს ესე იგი ეგანა თათარაშვილი ეგანა კომისიის ცხოვრება ყავს განაყოფი პაპონა როსტომ მეფე მიგი მისი განაყოფით და მამული თუბოძა ბიძინა სოლაღაშვილს თათარაშვილი ელიზბარა მოწმე 1699 საბუთია დათია ყუავიშვილის მიერ საფრთხუცეს რევას მაღალაძესადმი მიცემული მიწის ასხდომის წიგნსა მაღალაძეების მცხეთის მოურავები იყვნენ და მცხეთაში განაგებდნენ ესე იგი მამულებს ასევე არის ესტატე თათარაშვილი მოწმე ლომიტა მიქიაშვილისა და ნანოა ტატუაშვილის მიერ დავით გედევანიშვილისათვის მიღებული მიწისწესხვილისა და სავენახის ნასყიდობის წიგნის 1626 წლით დათარიღებული საბუთი ესეც გედევანიშვილების ვიცით რომ იყვნენ ესე იგი სამეფო ტახტის აზნაურები და იყვნენ მოვედროს სვეცხოვლის ისინი აქვია აზნაურები და სადალ მოურავები და რა თქმა უნდა მათ ესე იგი ესეც ამტკიცებს იმას რომ თათარაშვილი ამ მცხეთაში იყო ძალიან გავრცელებული და გავრცობილი გვარი აი ამ გვარზე ძალიან ბევრი რაღაცის თქვა შეიძლება და მარტო მცხეთაში აცხოვრდნენ სხვაგანაც ცხოვრობდნენ მაგრამ ძირითადად მაინც ის საბუთები და მცხეთაში რატომ ახლა ასე ვისა ქვია იმიტომ რომ მცხეთა იყო სატაქტო ქალაქი იყო ჯერეთი სატაქტო ქალაქი შემდეგ ესე იგი ის მნიშვნელობა რაც მას ჰქონდა ესე იგი ძალიან დიდი დომენი იყო ანუ საეკლესიო დომენი იყო ყველაზე დიდი მამულები და მიწები ჰქონდა ესე იგი
ცხეთის სვედის ცხოველს აქ იყო თითქმის როგორ ხდებოდა ეს ამბავი საქართველოს ყველა კუთხიდან დაუშვათ არ ქონდა მნიშვნელობა კუთხეს და დაუშვათ იმდროინდელი სამეფოს მიხედვით იყო ესე იგი დაუშვათ სამეფოები ხო სამეფოებად იყო დაყოფილი სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ იყო დაყოფილი ცხენისა მთელი საქართველო მაგრამ თითოეული სამთავროდან და თითოეული დაუშვათ სამეფოდან ხდებოდა ესე იგი შეწირვა სვეცხოვლის ტაძარს წირავდნენ ამა თუ დაუშვათ რაღაცას დაუშვათ ის იყო ყმები იყო დაუშვათ მამულები იყო თუ რაღაცები იყო ამიტომ ესე იგი ძალიან დიდი ის იყო რა ქვია მამულები ქონდა ესე იგი სვეცხოვლის და აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი რომ ესე იგი ეს გვარები ძალიან ბევრი გვარი მოხდა ესე იგი მცხეთაში და იმიტომ რომ ეს იყო საყვაძო ადგილი იყო უნიშნულოვანესი იყო თავისი ისტორიით თავისი წარმოშობით და თავისი განვითარების გზაც ისე იყო რომ ესე იგი მცხეთა ის მნიშვნელობა რაც ჰქონდა მას დაარსების დღიდან და ეს არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია სოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ეს არის ის ადგილი სადაც რამაც მაშინდელი საქართველო გაერთიანა ანუ ძველი საქართველოს მესამე საუკუნეში როცა ფარნავაზ მეფე და ქუჯი ეგრისის მეფემ ესე იგი დადეს ასე თქვათ ურთიერთ ხელშეკრულება დადეს და ესე იგი გაერთიანეს ანუ ესე იგი მეფე ქუჯიმ ეგრისის მეფემ ფარნავაზის სასარგებლოდ და საქართველოს სასარგებლოდ მაშინ შეუერთა თავისი სამეფო შეუერთა ქართლის სამეფოს და დაარსდა ერთი დიდი სახელმწიფო რომელსაც საქართველო დაერქვა შემდგომში უკუცოდა მოგვიანებით და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს აი ამ დიდ ქვეყანას და დიდ ისტორიას ჩვენი დიდი ისტორია საქართველოს ისტორია სწორედ აი აქედან იწყება შემდეგ გავაგზავნებთ კიდე იქით გავაგზავნებთ ჩვენს გადაცემას თათარაშვილების გვარზე ხო და მე მინდა რამოდენმე ჩვენ გაგაცანეთ ესე იგი ისტორიული დოკუმენტები ამ გვარის შესახებ სხვა საუკუნეებში დაუშვათ აგერ არის კიდე ფლავსხორები ყაისბეგის მეკოდის-პური ყმაგლეხი იყო თათარაშვილი ბესო რომელიც 1700 წლით არის დათარიღებული აი ამ გვარს ქონდა ძალიან ბევრი ის ყავდა რა ქვია საზოგადო მოღვაწეები და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანები ყავდათ. ყავდათ სამი რა ქვია მაგას მღვდელი ყავდათ, მინდა გაგაცნოთ სამი მღვდელის ესე იგი იყო ასეთი სამსონი იყო თათარაშვილი სამსონი 1918 წლის 26 სექტემბერს ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო ჯვრის მასწავლებლად დაინიშნა 1918 წელს. თათარაშვილი შიო პრიჩეტნიკი მღვდელი იყო სიღნაღში ამაღლების ეკლესიაში, აღდგომის ეკლესიაში, ანუ სიღნაღის მაზრაში იყო ეს 1819 წელს. ეს საკმაოდ ძველი არის. თათარაშვილი ქრისტესია მღვდელი 1870 წელს მედავითნე იყო მუხრანში, მცხეთის რაიონში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. ესე იგი ამ გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ნოდარ თათარაშვილი ივანესძე იყო გენერალი, იყო ესე იგი საქართველოს გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი იყო. მინდა მოგახსენოთ, რომ 1907 წელს ქართველებმა პეტიცია შეადგინეს ესეთი ქართველი ხალხის მემორანდუმი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი აწერს ხელს და ეს გაუგზავნეს ჰააგის საერთაშორისო კონგრესს გაუგზავნეს მაშინ და აქ ამ პეტიციაზე თათარაშვილი ზინა დავითის ასულის აწერს ხელს. პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ რამოდენიმე თათარაშვილი მონაწილეობდა და აქედან ანდრია თათარაშვილმა ესე იგი რომელიც იყო ესე იგი კაპიტანი იყო კაპიტნის ჩინით მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში მიიღო ორდენი წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი მიიღო და წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი ჩვენ ვიცით მე რამოდენიმეჯერ გაცხადებული რომ ესე იგი ტაბელა რანგახს მიხედვით რომელიც ეკატერინე მეორემ შემოიღო რუსეთის იმპერიაში ეს მესამე ხარისხის ორდენი იძლეოდა პირადი აზნაურის ტიტულს იძლეოდა აი ამ გვარმა რამოდენიმე წარმომადგენელი 4 წარმომადგენელი ყავდათ ესე იგი
იმ ომში, რომელიც 1991-92 წლებში წარმოებდა აფხაზეთში, სადაც ესე იგი 4 წარმომადგენელი გელა თათარაშვილი, ალექსანდრე თათარაშვილი, ნიკოლოზ თათარაშვილი და მიხეილ თათარაშვილი ეს 4 ადამიანი, რომელიც ნამდვილად გმირები არიან, საქართველოს გმირები და საქართველოსთვის იბრძოდნენ აფხაზეთში ქართული მიწის და საქართველოს სახელისთვის გმირულად დაეცნენ ამ ბრძოლაში. ეს იყო სულ რაც მინდოდა მე თქვა თათარაშვილების გვარზე, ეს არის დალუცვილი გვარია, ძალიან კაი გვარია და ღმერთმა ამბრალოს თათარაშვილების გვარი და ღმერთმა ესე იგი გაამრავლოს და გააძლიეროს საქართველოს საკეთილდღეო და საქართველოს სამსახურში კიდევ მრავალი სასიკეთო საქმეები ეკეთებინოთ. მოკლედ ეს არის სულ რაც მე თქვა ამ გვარის შესახებ. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ, მაგრამ მევსაც ბედნიერსაც ვიმღერია, კიდეც ვიმღერია.